არჩილ თალაკვაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომდე საშველასრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ის უწყებას ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა. დღეს მაესტროსთან სატელეფონო საუბარში ჭიკაიძის ახლად დანიშნული მოადგილე აცხადებს, რომ ის მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ დაიწყებს, რაც შეეხება პრიორიტეტებს. თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობისას მისი მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებების დაცვა იქნება. ეს არის ნამდვილად რთული მისია, მაგრამ შესაძლებელი და როგორც იმ სამინისტროში სადაც აქამდე მუშაობდი, ვეცდები რომ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ვემსახურო ადამიანებს, მათ ინტერესებს და ქვეყანას გონივრულად და პატიოსნად. რაც შეეხება რა ნიშნით რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას, ამაზე ალბათ კომენტარები იმ ადამიანებმა უნდა გააკეთონ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მინდოდა სხვათა შორის აქ დავამოყვანან, მაგრამ ის ამოცანები, რომლებსაც ერთად ვაკეთებდით, იმათი გადაწყვეტილებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი იქ დარჩენა და ამიტომ დარჩა და ძალიან გამიხარდა, რომ ახლა ახალ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. ძალიან გამოცდილი ადამიანია და რაც თავარია, თავის არსით, თავის მოწოდებით და ესე მოდური სიტყვა, თავის ბექგრაუნდით არის უფლებადამცველი და სისტემა ადამიანურია, მაგრამ ასეთი კადრები ყველგან საჭიროა.